ხანგრძლივობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნანა დევდარიანი, პატრიოტთა ალიანსის ვაკის არათუ სია საარჩევნო სიის წარმომადგენელი. ეგ უკვე ჩავლილი ამბავია. ნუ ყოველ შემთხვევაში სიამ ეს მაინც ჯერ ძალაში ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხანგრძლივობის გმადლობთ რომ ხართ ჩემთან ერთად. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. დიდი ხანია არ ყოფილხარ და დაგროვდა სასაუბრო თემები, შეიძლება ანალიზის გაკეთება. აი უბრალოდ მე რაზე მეცინება იცით რომ ესეთ აი პრობლემებით სავსე ქვეყანაში ხო აი გირჩის დაშლა ყველაფერს აჯობა, გადაუჯოყა და დადგა პირველ ადგილზე პრობლემათა შორის. რა თქმა უნდა, ხა ეს მე უტრირებას ვახდენ, თუმცა რაღაცა მართლაც მედიაში ისეთი წამყვანი თემა იყო, როგორ ახსნით ამას. ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ დღეს სოციალურ ქსელში დაიწერა უკვე იმის შესახებ, რომ ზურაბ ჩხილებში გირჩი ჯაფარიძე რაწამს პიჯაკით მივიდა ელჩებთან შეხვედრაზე, ჩვენთვის ნათელი გახდაო, რომ ის არ იყო, რასაც თამაშობდა. ისე რადგან ჩაიქცა ამ სიტუაციაში იაგო, რა თქმა უნდა, ესეთი საუხერხულო მომენტი იყო. ხა ეს ხუმრობების და საუბრის დონეზეა, მაგრამ საზოგადოდ წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების შედეგების საბოლოო განხორციელებამდე ყოველთვის ძალიან გრძნობიარე ეს თემა. ყველა პარტიაში არის ასე თუ ისე რაღაც უკმაყოფილება. ახლა თქვენ გონიათ რომ აი ესე მტკიცეთ რომ იძახის ბევრი პარტია რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში, იქაც ყველას უნდა რომ არ შევიდეს პარლამენტში. ალბათ არიან ადამიანები, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა. ესე ამიტომ ფიქრობთ რომ რაღაცა არა, მე არ ფიქრობ რომ გირჩი მაინდა-მაინც ამის გამო რა ეს მოხდა, მაგრამ საზოგადოდ ეს დუღილი ახასიათებს აი ერთი პარლამენტიდან მეორეზე გარდამავალ პერიოდს ყოველთვის. რას ვიზავთ ახლა ვითარება ასეთი შეიქმნა, მე მესმის იმ ადამიანებისაც მესმის, იმ ამორჩევლების, რომლებიც აი გაღიზიანებული არიან უკვე ამ ყველაფრით. რა გასაკვირია ახლა მართლა ძალიან მძიმე ვითარება, იგივე პანდემიის თვალსაზრისით, შემთხვევების გავრცელების თვალსაზრისით. ხო ლოგიკურად შემოვიდა ისეთი შეზღუდვები, რომელმაც იქნებდა შეამციროს ამ ინფიცირების შემთხვევები. მესმის ამ ამორჩევლის, მაგრამ არ მესმის, როდესაც მოუწოდებენ ამა თუ იმ პარტიას, რომ მოდი თქვენ შედით, რომ ჩვენ წყნარად დავიძინოთ. ხო, ნუ რა რჩება ოპოზიციურ პარტიას? ვინ მოუწოდებს ამას ამორჩეველი? ამორჩეველი, ხო, სხვადასხვა ფორმით, ეგ სოციალურ ქსელში იქნება, პირად საუბრებში იქნება თუ ასე და ასე შემდეგ. ამიტომ ცოტა ესეთი დაფიქრება მართებს ასეთ ამორჩეველსაც, იმიტომ რომ მე მესმის ყველას უნდა ღამე წყნარად ეძინოს, მაგრამ მაგალითად სხვა პარტიებზე არ ვილაპარაკებ, ყავთ თავიანთი მოლაპარაკე თავები და იტყვიან თუ რამე უნდათ რო თქვა, მაგალითად პატრიოტთა ალიანსი ვერ შეეგუება იმ შედეგს, რომელიც მას დაუწერეს. რამდენიმე სრულიად ახლად გამოჩენილი პარტიის მსგავსად. ეხლა 2 თვის წინ რო პარტიას გააკეთებ და 3%-ს მიიღებ, შეიძლება იყო კმაყოფილი და გასაოცარია და ისინიც არ არიან კმაყოფილები და პატრიოტთა ალიანსი ბევრად მეტი ადამიანი გამოყავდა აქციებზე, ხო? და აქციებზე გამოდის შეიძლება 10-დან 3 ადამიანი. დანარჩენი 7 რჩება სახლში, მაგრამ ყარად შენ გაძლევს ხმას და შენი მხარდამჭერია. ეხლა იცით მოწოდება რომ თქვენ შედით პარლამენტში რომ მეწყნარად ვიძინო, ეს ახლა ცოტა არ იყოს და უხერხულია, როდესაც ადამიანებს უბრძოლიან, უშრომიან. ეს მაინტერესებს. ნერვებზე მოქმედებს ეს და იმიტომ, ანუ შენ შეიძლება გამოგიცხონ ციფრი, რომელიც აშკარად არ შეესაბამება შენს რეალურ მხარდაჭერას, მაგრამ შენ უნდა თავი ჩაღუნო, მორჩილად შეხვიდე და თქვა, ხო, მე მეტის გრისი ალბათ არ ვიყავიო და ასე პოლიტიკა არ გეცდება. მაშინ საკუთარ გულებში ჩაიხედონ და თქვან რომ აი ის კუთვნილი პენსია რო 2 თვე არ ჩაურიცხონ და უთხრან რომ არ გეკუთვნის ეს 2 თვე და მე მესამე თვეს ნახავ კარგად თუ მოიქცევი მე მოგცემო მოეწონებათ ჯერ იყო და ხო სულ ლაპარაკობდნენ იმაზე რომ ეს ოცნება ეხმარება ხალხის მობილიზაციაში ოცნება თავის თავს ვერ ეხმარებოდა ხალხის მობილიზაციაში და პატრიოტებს როგორ მოუყვანდა ხო იმ ხალხს ან სად გაქრა ეს ხმები ამის ლოგიკური ახსნა არ არსებობს მე ხა ეს ცოტა გძლად მოუხვიე და ესე გამომივიდა, მაგრამ ეს პროცესი
ვიღაცამ თქვა სხვათა შორის საკმაოდ ესე ენაკვი იმატათ, რომ ამ ხელაფულის პატრონს ის უნდა მოეხერხებინაო, რომ არც ერთი პარტია არ ცნობს ამარჩევნების შედეგებს. ნინო ბუჯანიძემ თუ არ ვცდე. ამდენი ფული ხონდეს არა მახსოვს. არა, მე გავიხსენე, მარტო ფული არ წყვეტს ალბათ ამ ამბავს, იმიტომ რომ მარტო ფულით არ კეთდება ყველაფერი და ყველა არ ყიდის საკუთარ ღირსებას ფულზე. ხა მე შეიძლება რაიმე სხვა იგულისხმა ამის გარდა, მაგრამ ეხლა დიდ ფულს რო იშოვი, იგულისხმევა რომ ალბათ ჭკვიანი ადამიანი ხარ და გამჭრიახი, ხო? და აი აქამდე მიყვანა, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში ერთმა ფრთამ მოახერხა ძალაუფლების უზურპაცია. ეს ახლა ოპოზიციური პარტიები გარედან უყურებენ ამ პროცესს და ამბობენ, რომ აი უზურპატორია ქართული ოცნება. და ქართულ ოცნებაში შიგნით არის უფრო მძიმე მდგომარეობა, იმიტომ რომ იქ ერთი ვიწრო ჯგუფი არის უზურპატორი ძალაუფლების შიგნით ქართულ ოცნებაში და თუ ვინმე უქმნის ამ ხელისუფლებას, პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას პრობლემას არის ეს ვიწრო ჯგუფი. და ამას მე მგონი უკვე თუ ადრე მარტო პატრიოტთა ალიანსი ლაპარაკობდა ამის შესახებ და კერძოდ ირმა ინაშვილი, დღეს მე მგონი ყველა ხდება ამას. ხო, მაგრამ აინახეთ, აი მაინც აქ არის საუბარი ის, რომ აი გაუგებრობაშია ბიძინა ივანიშვილი, ანუ საიდან მოდის, იქიდან ბიძინასკენ, თუ ბიძინასგან მოდის აი ამ ერთ უზურპატორ, აი ერთ ჯგუფში ეს დირექტივები, იმიტომ რომ თქვენ თქვით ხო, ნანა, არ შეიძლება ხა თუ ჭკუა არა გაქვს, ამდენ ფულს ვერ იშოვნი. გეთანხმები, მაგრამ იცით რა, თუ მისი ჭკუა ეს გამჭრიახობა იქამდე მიდის მხოლოდ რომ სჭირდება ნაცები, იმიტომ რომ წლებისგან 2012 წლიდან 2020 წელია, ხო? ანუ ხედავს რომ საზოგადოებას გადასარევად მოკლედ არჩევნების წინ ბუა მოდის, თითქოს ახლა მე ეს ბუა რო დატოვა, ბიზნესმა არ დატოვა, თავისი ვინ ეკითხებოდა ახლა ეკაბასელიამ გადაწყვიტა, ეგ თუ გედი ფოფხაძემ, თუ ბუბას სანიკიძემ, რომელმა გადაწყვიტა, ხო? ესე გადაწყვიტა თვითონ ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაცია. და ყველამ დაუკვირდა ტაეში, ხო? და ახლა რა ეკნება ამერიკამ უთხრა და არა, აი ეს უკვე სხვა არის, ამერიკამ უთხრა თუ ვინ უთხრა, თუ იქ სხვა მოქმედი პირები ჩაერივნენ, თუ სხვა мотиваცია იყო და ასე შემდეგ. ეხლა მე რო უკვირდები როგორ ვითარდება მოვლენები, მექმნება ესეთი მყარი შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ დაპირება მისცა ნაციონალურ მოძრაობას, რომ თქვენ ორი ვადა მოიცადეთ და მე მობრუნდებით. ეხლა ესე არ ხდება ჯერ ეს ერთი არავინ არ არის ასეთი გულთმისარი წინასწარ განჭვრიტოს 8 წლის შემდეგ რა იქნება. ალბათ ეყრდნობოდნენ იმ პოლიტიკურ ტრადიციასაც, რომ საქართველოში როგორც წესი ორი საპარლამენტო ვადის გასვლის შემდეგ მმართველი პარტიები ქრებიან. თუმცა მოდით ახლა თუნდაც ოპონირების რეჟიმში ნუ დაუკარგავთ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ ის მუდმივად ახერხებდა ქართული ოცნების გადაფორმატებას. აი ახლა რამდენიმე კაცი ჩამოთვალე და უზარმაზარია, გრძელია ესეა, რომ ჩამოვთვალოთ, ვინც მოიყვანა და გაუშვა. მერე სხვები მოიყვანა, ისინიც გაუშვა. აი იცით რა, კი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პასუხისგებლობა იმ პირველ გუნდს ეკისრება. იმიტომ რომ ისინი იყვნენ მაშინ ბიძინას გვერდით და მათი ეს გაყუჩება, ხო? აი ამან ბევრი რამ განაპირობა დღეს რომ ესეთი დიდი ხედავთ რა, ემოციებით საუბრობენ თავისუფლებაზე და სახელმწიფოზე, მათ რომ მაშინ ქონოდათ ასეთი დამოკიდებულება, ხო? შეიძლება მაშინ ვიყოთ ობიექტურები. ახლა მე ბიძინა ივანიშვილის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები ვერც ვერაფერს იტყოდნენ მაშინ, იმდენად დიდი მოლოდინები ჰქონდა ხალხს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. იმხელა ნდობა და ისეთი ნდობა გამოუცხადა ხალხმა, რომ იქ რაღაცა ესეთი კერძო ან წვრილმან საკითხებზე კამათი და ასე კოჰაბიტაცია იყო ეგეთი. აი ეს უკვე სხვა საკითხია. არა, მარტო კოჰაბიტაცია ხო არის. დისკრიმინაციული და კოჰაბიტაცია ეს ორმა მარტო ესენი ხო არის ყოველდღიურად პოლიტიკურ ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა შენ ხარ არჩევანის წინაშე. ასე მოიქცე თუ სხვანაირად, ხო? ყველა შემთხვევაში პასუხისგებლობა რა თქმა უნდა დაეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ კი არა რომ მე ვარ მისი მტერი, ანუ ვიღაცას უნდა რომ ის იყოს პასუხისგებელი. მთლიანად ქართული ოცნება როგორც პირველი მოწვევის, ისე მეორე მოწვევის და დღევანდელი არის მის მიერ შექმნილი. და ეხლა იქიდან აქეთ მოდის დირექტივები თუ აქედან იქით მიდის ინფორმაციები და რეკომენდაციები, ამას პირადად ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია შედეგი. და შედეგი გვაქვს ძალიან ცუდი, იმიტომ რომ როდესაც 9 პარტია გადალახავს ბუნებრივ ბარიერს, ხო?
თუმცა არის კიდევ იქ სხვა ძალები, ვინც ვერ გადალახა, მაგრამ 9 პარტიამ გადალახა. და აქედან 8 არ აღიარებს შენს მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს, ეს არის პოლიტიკური კატასტროფა. შენ შეიძლება მე სულ ვცდილობ, რომ რამენაირად გავაგებინო ადამიანებს ის, რომ შეიძლება შენ იურისტი ხარ, სამართალმცოდნე ხარ და მიხვდები რასაც, რომ შენ შეიძლება იურიდიულად ძალიან კარგად გამართო საკითხი, მაგრამ პოლიტიკურად მოიჭრა თავი. კი, რა თქმა უნდა. და ეს ხდება ამ წუთში. ახლა დღეს მაგალითად ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, ორნი რატო იყავითო კითხეს, იმიტომ რომ ყველა პარტიიდან თითო წარმომადგენელი იყო. არა, პარტიასო წარმოადგენსო თალაკვაძეო, მაგრამ იქ არისო იურიდიული საკითხებიო და მე იმიტომ მოვედიო. და თალაკვაძე არ არის იურისტი? არა, ეს ერთი და მე მეორე მიდიხარ შენი მომზადებული წინადადებებით, ხო? იქ ყველაფერი უკვე მზად არის ჩამოყალიბებულია. აი ეს მე იმ წუთში გამახსენდა ჟირინოვსკი რა, რო კითხეს რა ეროვნების ხარ? მაჟრუშკაია, აწევ იურისტი. მამა ყავს იურისტი. აი ეს იურისტის ფაქტორი, რომელიც ძალიან კარგად გახსოვს შენ საბჭოთა კავშირი რო ინგრეოდა, მაშინ ამბობდნენ რომ პოლიტიკაში, პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და ეკონომისტები, იურისტები და ეკონომისტები და არ არის ცხოვრება ასე მოწყობილი. შეიძლება იყო კარგი იურისტი, მაგრამ სრულად არ ქონდეს პოლიტიკური ალღო. შეიძლება იყო კარგი ეკონომისტი, მაგრამ ვერ ხედავდა მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ლანდშაფტს, ხო, ეს როგორ უნდა მოხდეს და რანაირად. ამიტომ ეს მე იურისტი ვარ და ამიტომ მოვედი მეორე კაცად დღეს, აი ასახავს ქართული ოცნების დამოკიდებულებას მთელი ამ საკითხებისადმი. ესე იგი, აი ეს თავმომწონე მტკიცება არა ჩვენ ხელახალ და განმეორებით არჩევნებს არ განვიხილავთ, აბა ისთვის გადიხავთ ძირითადი მოთხოვნა ეს არის. ესე იგი, რა არის მაშინ ჭკუა იხმარეს ელჩებმა, რომ ყველა გააფრთხილეს კატეგორიულად, რომ დეტალებზე არსად არ ილაპარაკოთ, სანამ შეთანხმება თუმცა გამოდის მაინც ინფორმაცია საბრალებენ ყოველთვის ასეა და პირველი შემთხვევა არ არის. მაგრამ როგორ მოხერხდება ეს შეთანხმება თუ არა, რაიმე სახის მოლაპარაკება ან მემორანდუმი, რომ არჩევნები ალბათ მაინც დაინიშნება, მაგრამ როდის კაცმა არ იცის, თუ ეს არ მოხდება, მაშინ დანარჩენი შეთანხმებები, ხო, მე არ მგონია რომ იყოს პრინციპული. თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამბობენ ამას. კი, რაღაც წინსვლა გვაქვს, აი ესეთი ეფემერული, ესე მინიშნებებით და რაღაც, მაგრამ თავარში მაინც ვერ შევთავაზებთ. ხო, ну მაშინ სულტყუილად იკარგება დროც და გაუგებრობაში მთელი ქვეყანა. საინტერესოა რა არის, თქვენი აზრი მეინტერესებს, ამ ვითარებით ვინ აგებს ყველაზე მეტად? იმიტომ რომ ყველა მხარე ამბობს, რომ ჩვენ რა აქ ხელისუფლება ამბობს, ჩვენ რა ბაგერ ოპოზიცია. ვინ აგებს პოლიტიკურად? თაც აი ნახე როგორი წარმოიდგინე ხა მხოლოდ ქართული ოცნება 4 დღის შემდეგ პარლამენტში, ხო და მე რა არა და სხვანაირად კი ნახეთ აი ყველა შევიდა და პატრიოტთა ალიანსი აი იმ შემადგენლობაში წარმოედგინეთ სადაც არანაირი თანხმედრა არ არის ღირებულებათი ფასეულობათი ხო მასეა აი მაშინ რა დუღირს იგივე პატრიოტთა ალიანსს რა თუნდა აი ნახეთ რა შეასაქმე ადამიანები აკეთებენ ყველაფერს ღირსებაზეც უარს ამბობენ ამნეზიას იმართებენ ოღონდ რაღაცნაირად შევიდნენ პარლამენტში მე ძალიან მიხარია პატრიოტთა ალიანსს ეს არ ჭირს და მას მართლაც საქმისთვის უნდა პარლამენტში შესვლა და თუ არა და არ უღირს და ეს უნდა გაითვალისწინოს პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველმა ხო ეხა იქ მხოლოდ დაინახოს 4 ადამიანი პატრიოტთა ალიანსიდან ეს ხომ არ არის ხო საქმის კეთებაზეა და სწორედ თქვა ერმეინაშვილმა გაცილებით ბევრ საქმეს ისე გავაკეთებო ხო აი წარმოიდგინეთ ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს მაგრამ აი მაინც ვინ იქნება წაგებული ამ ჩვენ და სახელმწიფო და რო ინგრევა ყველაფერი ეს სასახად მე იმათში შევატრიალოთ ეს შეკითხვა ჯერ თქვათ ვინ იქნება მოგებული და ჩვენ კითხვა არ დავსო აი მოგებული ვინ იქნება ხო მე ძალიან კარგად მახსოვს მართლა არ დამმართნია ამნეზია წლების განმავლობაში პატრიოტთა ალიანსის მიმართ ეს პრორუსული ძალაა გამოხდა ხანი და ახლა ვხედავთ რას რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია და მისი განაყოფი პარტია ერთხმად უშვერად მოიხსენიებენ ამ ელჩებს, ვინც ფასილიტატორებად აი თვითონ დაივალეს და შუამავლობენ ასე თქვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და ლანძღავენ და პირდაპირ რუსულ ნარატივს ახორციელებენ. ახლა ამაზე მე მგონი მარტო ზარმაცმა არ დაწერა და არ ილაპარაკა ბოლო ხანებში რა. ესე იგი ეს პროდასავლურობა არის როგორც
თბილი ქურთუკივით რო დაჭირდებათ მაშინ იციან. ეს ყოველთვის ახასიათებდა მიხეილ სააკაშვილს თუ გახსოვთ. ჩვენ კი ვიცით ეს. როგორც კი მას არ მოეწონებოდა რაღაცა. იმ მამლის არ იყოს. და ავადყოფის რომ მე მართალი ვარ და მამალი ამკენკავსო და ნუ მოკლედ უმკურნალეს ყველაფერი თელი პროცედურები ჩაუტარეს და ხო ეხლა ხო გჯერა რომ არ ხარ მართალი მე კიო მაგრამ მამალმა იცის რომ მე მართალი არა ვარ აი დაახლოებით ეგ ვითარება აქვს შექმნილი ასე რომ ამოტრიალდა უკვე მაგათი ყველაზე მაგარი ჯოკერი რა ნუ აი ჩვენ ვართ მედასავლეთეები ესენი არიან პრორუსები ეხლა აკეთებენ იმას რაც ბევრი ექსპერტის შეფასებით პირდაპირ რუსულ ნარატივს წარმოადგენს მაგრამ მაინც არიან მედასავლეთეები აი ეს ვითარება მოგებული ვინ დარჩება თქო ეს თქვი მოგებული არ დარჩება არავინ ამ თამაშში არავინ აბსოლუტურად არც ის პარტიები არც მართველი ძალა ქართული ოცნება რატო ახლა არის ასეთი გამოთქმა რომ პატრონსო ძაღლი ეცოდებოდაო და კუცო ნაწილ ჭრიდაო აი დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია დღეს ქართული ოცნება თავისი ლიდერშიპით იმიტომ რომ თუ რაღაც უნდა გადაიჭრას რადიკალურად აი ერთი მოსმით და სიტუაცია შეიცვალოს. თუ არა და აი ამ საკითხში დაგითმობ, იმ საკითხში არ დაგითმობ, არჩევნებს არ ჩავატარებ, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციაში შევცვლი. ეხლა იცით რა, აღარაფერში აღარ ეტევა. ეხლა ყოფილი ცესკოს თავმჯდომარე მართალი ორი თვე ვიყავი მარტო იქ, მაგრამ ეხლა თუ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს შედეგები უნდა დარჩეს და არავითარი ახალი არჩევნები არ უნდა, მაშინ საარჩევნო ადმინისტრაციას რატო წვლიო? ეხლა მეორე კიდე აქეთ ამ ხარეს ავიღოთ ესე იგი ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს რომ სამ არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამართლიანმა არჩევნებმა და თუ არ ვწდები გამჭვირვალობა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ნომინირება მოახდინონ საარჩევნო ადმინისტრაციის მარტო ცესკოსი კი არა საოლქო და საუბნოს თავმჯდომარეები მაშინ რას ხარჯავენ ამდენ ფულს არჩევნებზე, რა საჭიროა ეს პარტიები, ფრაქციები, მთელი ეს თანხლები, ამბები. ამ სამ არასამთავრობოში ჩააბარონ სამივე შტო ხელისუფლების, ერთი უხელმძღვანელებს სასამართლო ხელისუფლებას, ერთი უხელმძღვანელებს საკანონმდებლოს, ერთი უხელმძღვანელებს აღმასრულებელს და დამთავრდება ეს ყველაფერი. ჟურნალისტები კი არიან ისედაც ამ იდეოლოგიების მიხედვით გადანაწილებული. ანუ მარაზმამდე მიდის ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეხლა გითხრათ სიმართლე, მოდი გავხსენოთ თამარ ჟვანია ხო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღიდან არის მოსული, ხო? რა თქმა უნდა. ან რა დაემართ ეხლა რა კოვიდი შეეყარა თამარ ჟვანიას რომ რამდენიმე წელიწადი არაერთი არჩევნები ჩაატარა და პრეტენზიები არავის არ ქონია და ციფრები მე გავაანალიზე არა დიდად არ გამოირჩევა ციფრები მაშინ წლისგან მაშინ ეს მისაღები იყო დღეს არის მიუღებელი ანუ რა არის ეს 2003 წლის არჩევნები გაყალბდა ამბობენ მე ვამბობ არ გაყალბებულა თუ უნდა დღესვე დაიწყონ გამოძიება და ამის ყველაფერზე გადამოწმება შეიძლება თუ ასეთი ჯიუტი ნარატივი რომ არჩევნები გაყალბდა შენ მიგაჩნია რომ გაბრალებენ და ეს ტყვილი ათაკი და გამოიცი ხო უნდა გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ რა ხდება ამ ქვეყანაში რა და ის კი არა რომ აი რაღაც რომელიღაცა ცალკე უბნებში ავიღებ და გადავთვლი მთლიანად შეამოწმა ეს პროცესი როგორ ჩატარდა რანაირად ჩატარდა ასე რომ აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება რომელსაც პასუხი არ ისმის არც ერთი მხრიდან ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ერთის მხრივ ძალიან ცუდია ერთპარტიული პარლამენტი, კი შეუძლია იმუშაოს, მაგრამ რას გააკეთებს ეს კაცმა არ იცის. მეორეს მხრივ თუ შევლენ ეს ოპოზიციური პარტიები ამ განწყობებით, ისინი იღებენ დამატებით შესაძლებლობას, რომ შიგნიდან გამოხრან ხელისუფლება. რისი ოსტატებიც არიან. და ეს კოაბიტაცია ემით კი არ იყო ცუდი მხოლოდ რომ პარლამენტში ბოკერია და ძმანი მისნია არა მხოლოდ მაგით არა მხოლოდ და განსაკუთრებით იმიტომ რომ სრულად უკანონოდ გაყრილი ხალხის ადგილზე მოიყვანეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და კმარას აქტივისტები და ისინი დიდწილად დღესაც სტრუქტურებში არიან ჩაბუდებულები აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა კოაბიტაცია საიდან მოვიდა ეს კოაბიტაცია მე ამასთან ძველ მასალებს გადავავლე თვალი და
ჯერ კიდევ 2012 წლამდე თვეებით ადრე შეიძლება ერთი წლითაც კი ადრე ერთ-ერთი უცხოელი ექსპერტი პირდაპირ წერს რომ ეხლა აუცილებელი იქნება კოაბიტაცია. ხო, კი, რა თქმა ხელისუფლება გადაბარდება და აუცილებელი იქნება. იცი რა, სხვა შორის როდესაც ოცნების გულშემატკივრებთან საუბრობ და აი რომ სამ კითხვას აი ესე და ბოლოს იცი რაღაც აი კუთხეში რომ მივდივართ ხოლმე უკვე ხო აი მე აი ეს მაგაზე ნუ რა ეკნა ეხა იცი ბოლო არგუმენტი არა ნუ რა ეკნა ეხა დასავლეთიდან ანუ როგორ რას ნიშნავს რა ეკნა მე იმიტომ ავირჩიე ხელისუფლება რომ ფსონი ჩემზე დადოს ხო ქართულ ხალხზე ამორჩეველზე და თუ მაშინ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი და როგორც უნდა ისე აკეთებდა რაც მოსწონდა დასავლეთისგან ამბობდა რომ დასავლეთმა მომდგა რაც თვითონ უნდა იმასაც დასავლეთს აბრალებდა ხო ანუ აი ეს იცი რა დღემდე მოდის აი როდესაც უკვე აღარ აქვს ამ დღეში იმიტომ ჩვენ წლები ამაზე ვლაპარაკობთ და აი ვითომ ეს თემა არ არსებობდა ისე გაატარეს ჩვენმა მართველი ძალის წარმომადგენლებმა ჯერ მარტო ირმა ინაშვილის ყველა გამოსვლას რომ გადახედო დაინტერესდე და აი ნახო რაზე ლაპარაკობდა პარლამენტში აი კედელს რო ცერცვი შეაყარო აი ესე იყო ეს ყველაფერი და მე ეს ირმას სიტყვები ხდება ინტერპრეტაცია არჩევნების წინ და აი როგორ მეცინება ხოლმე იცი როდესაც აი სხედან მე იმედის ეთერში ან პოსტივში და ვისეობდნენ მე ჩვენ გვეუბნები ამას და ჩაურთე რა ბიძინაიმანიშვილს და გაახსენე რეები აქ ნალაპარაკები ან და ხო იცი ხა სოციალურ ქსელში ხანდახან ისეთი პოსტები იწერება ნუ აღშფრთოვანებული ვარ ხოლმე ხა ერთ-ერთმა დაწერა რომ ვერ გავიგე ეს ამერიკის ელჩი ჯეფხასანიაო რომ ყველაზე ბაროს და ნუ ხა ამაში მაგრამ არის ხო აი ამ ხუმრობაში არის გარკვეული ისა ხუმრობა დანარჩენი არის სიმართლე ხო ანუ რა არის იცი რომ როდესაც შენ თვითონ აკეთებ ამას აი შენ თვითონ რომ მე უკვე აღარავინ აღარ გისაყოდროს აი რა განათლება კი მაგრამ აბა რა ვქნათ ხა ანუ ეხა ეს დასავლეთი ეხა სხვანაირად ხო არ არის კოვიდი ნუ ახლა რა ვქნათ ხა 10 მილიარდი რო აიღო იმას კი არა იმას რო ეკითხებიან სად ახარჯო რატო აიღე 10 მილიარდი და მაშინ თუ აიღე შენც იმ პროექტის მონაწილე ხარ და ვინ ეკამათება თან ხა წარმოედგინე თვითონ ყოფილიყო 20 მილიარდს აიღებდა და საერთოდ აღარ დაგტოვებდნენ ცოცხალს ხო ეს პროექტია აიღებდა ერთი რო აიღებდა მაგრამ მე სულ მახსენდება ჭიპაშვილი იყო ხო მაშინ ჯანდაცვის მინისტრი ყოველი მესამე მოკვდები თუ ახალ წელს გვითხრ ხო ყოველი მესამე მოკვდებოდა და შეგვებული იყავით ამასო რა ჩვეულებრივად ეხლა აი როცა ამ ადამიანებს ხო და ეს ირმას სიტყვებს ხო ლაპარაკებ თვითონ იყენებენ მე და ვისეობის დროებით ხო მაგით უგულავან ხო კითხა იქ იმედი ჟურნალისტს რომ ეხლა აღარ არის დავით გარეჯი საქართველოს არჩევნების წინ თვენახევარი ქონდათ ეს გარეჯი ხო დავით გარეჯი საქართველოს და როგორც კი თავისი გაინაღდეს მოიხსნა ის წარწერა იქიდან ან რა არის იცი უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია არის მიუღებელი თორე ისე რა თქმა უნდა ამასაც მნიშვნელობა აი ეს თემებიც ნახე ესეც კი აი და თუ ბიძინა ივანიშვილის გონება და მთელი ამათი ქართული ოცნების იმ ბირთვის გონება ის არის რომ აი ნახეთ იმითი გააკეთონ მანიპულაცია რომ ხა გიგი უგულავი რო ლაპარაკობს რაღაცებზე ნუ ხო ცოტა ყველაზე რბილად რომ თქვა თუ ხერხულია ხო დღეს ისეთ თემებზე საუბრობდა ხა ერთ პარტიულ ვინ შევავ ხა პარლამენტში ესე იგი პირდაპირ უნდა შევიდეს ქართულ ოცნებაში დაავიწყდა ხა თვითონ რომ მოვიდნენ 2003 წელს და რამდენ პარტიული იყო ხო არ იცი ერთ პარტიული არ იყო აბა რა იყო უმრავლესობა არა ნინო იქ გაცილებით უფრო საინტერესო მოვლენა იყო იმიტომ რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდა მაგრამ 2003 წლის გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარები დარჩნენ დეპუტატებად ანუ აი ეს ხო ყოველმხრივ ანეკდოტია ეგ ამბავი მაგრამ ეს არ არის მთავარი ეს არ არის მთავარი მთავარი არის სხვა მოვლენა ესე იგი თუ ვინმე შევა ხო უნდა მიუგდო ყური ინტონაციებს თუ ვინმე შევა ვინმე შედის იქიდან მაგრამ უგულავა ვერ შედის ვერც ბოკერია ვერ შედის და ვერც ბურჯანაძე და ყველაზე ბევრს ხო და აი რა არის იცი როდესაც ყველაზე შეურიგებლები ამ ვითარებაში არიან ისინი ვინც მიღმადარჩენილია მაინც ვერ შედიან რა პარლამენტში უკვე აქ დისკომფორტი ესდება იმ დეპუტაციას ვინც შევიდა ცოტა 27% ნაციონალური მოძრაობისთვის
ხოდა ეხლა მე მგონი სააკაშვილს რას უყვებოდნენ და რა ილუზიებს უქმნიდნენ, მაგრამ დღეს მე მგონი უკვე უნდა ხვდებოდეს და ალბათ მიხვდა, რომ რევოლუციური სცენარი ამ ვითარებაში არ გამოვა. მაშინ ასეთ შემთხვევაში ამ თამაშის გაგრძელება ამ ფორმით შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი დივიდენდი მოიპოვოს ნაციონალურმა მოძრაობამ. აი ამაზე მიდის ახლა თამაში და ახლა იქ უგულავა შევა თუ არ შევა, ბოკერია შევა თუ არ შევა, ეს უკვე მეორე ხარისხოვანი საკითხია. ანუ შენ ამბობ, რომ ესენი მიხვდნენ, რომ ეს რევოლუციური და ეს რაღაც ბელჯერს სადაც არაფერი გამოდის. ვერ გააკეთებენ ესე. არა, არ გამოდის. პრაქტიკა მე საჩვენა. რამდენი მცდელობა შიგნით რო შევიდნენ სიტუაციაში რო და. ხო და მეც მაგას ვამბობ, შიგნით შესრულები უფრო გამოჭამენ და გამოხრავენ ხელისუფლებას, როგორც აკეთებდნენ კიდევაც აქამდე, მაგრამ ახლა ახალი ძალებით და ახალი ენერგიით ხოდა ესე თავსი რითი იწყმარებენ თი აი რა თუნდა ეხა აქციას ბევრი ხალხი ნუ აი მივიდეთ კვირაში ერთხელ და თქვა ჩაბაც კიდე მოვალ და მოვითხოვ მე იქით ჩაბაც კიდე მოვალ და მოვითხოვ ჯერა რო თქვა რომ ცოტა მაგრამ ხარისხიანი ხალხიო არ თქვა ვავნე კაჩესტო აკა ნიკალიჩესტო აკაჩესტო ხო აი არ ვიცი და საინტერესო ჩემი სიკვდილი ძალიან დიდი ბოდიში მოკლედ ძალიან სერიოზული რაღაცები ხდება ეს არ უნდა დამმართნო და რატომ ხდება ეს სტუმარშო ტელეფონი გამორთულებ და მასპინძელს ჩართულ ძალიან აი ზარია მოდი კიდე კაი გადამარჩინეს მოდი მოусმინო და მე ამასობაში კიდე ერთხელ ბოდიში ვთეთყვა დამჭა გისმენთ გამარჯობა კარბატონინო გამარჯობა გამარჯობა მე რომ მოძრაობიანად ვწავ თქვენ და თქვენთან ერთად მიბრძოლია ერთი რამე შეგეცხოვა როცა რო გადატრიალება არ მოხდა შალონაკრაშვილის გვერდზე იდექი კუბასანიკის გვერდზე იდექი და კიდე და ემდორას გვერდზე იდექი კარბატონო მე არაფერს არ ვეთქვი იმიტომ რომ მე კალარიზე შეცვალა და პოლის პატრონს პატივიწყდა და მე მახსოვს უყოლაფერი მაგრამ როდიდან გახდნენ ეს ბოკერიები და ისინი პატრიოტები და თქვენი მოღალატები ერთი გამაგებინებს და რატო არ ლაპარაკობთ დაშალო ნათელაშვილზე რომ ასეთი პატრიოტია და იმის გვერდზე სიცხვილე როდ გეხა დამახსე როდის არაფერს არ ვაკეთებ საქართველოს კითხე სიცხვილია სიცხვილი ვის სამართლებს ბოკერიებს და დაშალო ნათელაშვილი და საიმა საშოლო დაღუპულ პუშკისებს ამართლე უკაცრავად კარგად ვერ გავიგე ანუ ვინ ამართლებს ჩვენ ვამართლებთ თუ რა თქმა უნდა ყველა თავისით აკეთებს არჩევანს და ყველა თავის არჩევანზეა პასუხისგებელი პოლიტიკოსების და აღმომრჩევლებიც და ეს ალბათ დამიჯერეთ თვითონ ბატონი შალვას პასუხისგებლობაა მე მართლა ვერ გავიგე ჩვენ ვამართლებთ თუ ისინი ამართლებენ მე გავიგე მარტო ემოცია ჯერ ერთი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის მართლაც დათო სალარიძეს და მე უკვე როდესაც მე გავხდი სახალხო დამცველი ძალიან დიდი ჯაფა დაგვადგა პოლიტპატიმრების არა უბრალოდ ახსენა ხო დიახ დათო სალარიძე და პოლიტპატიმრებსო მოგხედესო და დიდი ჯაფა გვადგა მაშინ და გამოვედით იმ მდგომარეობიდან მოვახერხეთ სხვათა შორის ეს ვერც დათო გააკეთებდა და ვერც მე მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე რო არ წამოსულიყო ამაზე და პოლიტპატიმრების საკითხი პრაქტიკულად 2002 წლისთვის ასე თუ ისე დამთავრდა ამოიწურა ახლა ემოცია მესმის ეხლა მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ თვეებია თუ შეიძლება წლებიც არის როცა ვახსენებ ბოკერიას ამას ვამბობ როგორც კრებსით სახელს იმიტომ რომ ბოკერიაში არის განსხეულებული ძალიან ბევრი ის თვისება რაც სხვადასხვა იმ პოლიტიკურ ლიდერებშია ვინც ახსენა და შეიძლება არც უხსენებია ახლა მათი გამართლება ძალიან რთულია მაინც და მაინც მათი დაქირავებული ტელევიზია უნდა იყო რომ რაღაცა მოიგონო განსაკუთრებული სიუჟეტები შექმნა ფონი და ეცადო რომ გაამართლო ხო გამართლება ამას არ აქვს არც ხალხში არც პოლიტიკაში უშუალოდ და ძალიან კარგად ჩანს ვინ არის და როგორ იცი როცა პოლიტიკოსი თვითონ არის უტიფარი მას გონია რომ აი თვითონ რომ არაფერს არ შეიმჩნევს სხვებმაც უნდა დაივიწყონ და არაფერი არ უნდა შეიმჩნიონ მისი და ეს ასე არ ხდება ასე ადვილად მეხსიერებიდან არ ირეცხება ეს ამბები ნამდვილად გეთანხმები სკაიპითაც არის ჩართვა და შემდეგ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ საღამოშიდობის ქალბატონებო ქალბატონ
ნანასთან მაქვს ესეთი შეკითხვა, ორი შეკითხვა თუ შეიძლება. პირველი ეს ის რომ აი ყველა მასმედია, ოპოზიციური მასმედია მე მაქვს ხედელობაში ეძებს ყველა დიპლომატიაში პოლიტიკურ მოღვაწეში რაღაც უარყოფით აი ბინები აქვს, მოპარული აქვს, მანქანა აქვს, ყავს ისეთი საათი ეგეთი, ამდენი ფული აქვს დაგროვებული და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. დღეს რო გაერთიანდნენ ეს ოპოზიციური პარტიები, ეს მასმედია რატო არ ეძებს, რამდენი აქვს მოპარული უგულავას, რამდენი აქვს აღებული ვაჟბატონ ბოკერიას, რამდენი აქვს მოპარული აი ვინც დაარსა ახლა ის ახალი თუ მთავარი არხი ეს უგზავსო არ მინდა უბრალოდ მაგით გვარები გავიხსენო, იმიტომ რომ ძალიან საზღვრები არიან რა, თავისი განეგრობით შარვლინ ტრუსიკიანად. ძალიან აქ ცოტა კორექტულად მესმის თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ იმის მერე რაც იმეთერში ისმის ახლა საწვავი ხსენება ძალიან კორექტულია მე თუ მგონი. კორექტულია, თუმცა ეს მათი არჩევანია და მათ აქვთ ამის უფლება სამწუხაროდ. ნანა, იკითხო დაგისვათ ზარია, მოდი ვიპასუხო თუ მე ყველას ერთად გავცეთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. სამშვიდობით, ჩემი დიდი პატივისცემა ორივე ქალბატონს. მადლობა. ძალიან ვცდილობ სანამ 11-ის ნახევარი არ მოვა არ ჩავსწო ტელევიზორი მაგრამ დღეს წამიწდა ხელი წამიწდა პულზე ჩავსე ერთი არხი გიგი უგულავა ჩავსე მეორე გადავსე ვაშაძე მესამე ბურჯანაძე ამეშალანელოები გამოვთეს ასტრაფოდ და დავფიქრდი ჩემთვის ძალიან მაღაზიანებს ეს სიტყვა გაერთიანებული ოპოზიცია ეს ხომ სულ ყველა ნაციონალები არიან ჯაფარიძე და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოგითვალო. ქალბატონო ნინო, მე მაქვს ასეთი შეკითხვა თქვენთან. თუ შეგიძლიათ სხვა ტელევიზიის ჟურნალისტი ხალხის თხოვნით მოიწვიოთ ერთხელ თქვენს ეთერში. ну თუ დამთავრდები სიამოვნებით რა თქმა უნდა რომელი ჟურნალისტი სიამოვნებით ხო რომელიმეო ესე იგი რაც გამორჩეულად არა მაგრამ აი ნახეთ როგორი სიტუაცია ეხა მე რო დამპატიჟო ხო არ წავალ ისინიც ასე არ მოდიან და გარკვეულად მესმის მათი თუმცა ვეცდები თუ ეს ჩვენს მაყურებელს უნდა მე ბევრი მახსოვს ესეთი რო არ უჭირდა და აქეთ არ მოდიოდა ობიექტივში და რო გაუჭირდა ყველას მოვასწრო. ნუ ახლა ჩვენ ვახსოვს ხო ეს ერთი ციკლოპი კამერა ერთ თვალიანი კამერა დაანგრია მიშა სააკაშვილის ეს ხელშეუხებელი იმპერია შეიძლება ითქვას ახლა ეს მე სხვებმა მიიწერეს მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერ გაიქცევა. ეს სიმართლე ხო არ არის იმისი ბრალი აი ნახეთ ნანა როდესაც ჩვენ ხარ მართული პარტია ყველაზე მეტად ორ რაღაცას ვერ პატიებ ქართულ ოცნებას ანუ ხელისუფლებას ის რომ ის ახდენს ჩვენი ღირსებით манипуლირებას და ეს არ არის ღირსეული საქციელი ესე იგი შენ რომ მე არჩევნების წინ მიყვები ხო ზღაპრად რომ მიყვები რაღაცეებს და ამ დროს ყველა ერთადერთი ტელევიზია ვინც სერიოზულად ებრძოდა ამას და ვინც მართლა მოგიყვანათ ხელისუფლებაში ხო ცოტა უხერხულია დამჯერებ თუ ხო ნუ ალბათ მეთანხმები ეს ერთი და აი მეორე იცი როგორი სიტუაციაა მას გაცილებით აწყობს ის ერთი პირველი რომ გამოვრიცხოთ მას გაცილებით აწყობს ასეთი ოპოზიცია რომლებსაც ნახე რამდენი ხმა აჩუქა იმიტომ რომ ქართულისა პატრიოტ ალიანსის ნაირი ოპოზიცია ეს სერიოზული დარტყმაა მათზე და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ყოველთვის ეცდებენ და კიდე ერთი გარემოა გახსოვთ არჩევნების წინ სულ ყველა ერთხმად ლანძღავდა პატრიოტალი ეს იყო რაღაცა საოცრება ოპოზიცია არა ოპოზიცია ვითომ ძალიან ისეთი რა ქვია ქართული და ძალიან ხელისუფლება სულ ყველა ერთხმად აი რომელს აჯობებდა და იცი რა არის ამაში მე მაგალითად ნუ მაშინ ვთქვი რომ ყოჩახ სეგნალ ქვეყანაში ნამდვილად საქმეს აკეთებ, თორე ესე როგორ შეიძლება შეთანხმებულად თუ შეუთანხმებულად ყველა ერთხმაში შერობლანძღავენ. ეს წარმოუდგენელია, ხო? თან რისი გულისთვის, რომ აი რატო რაღაცა მოგონილი რატომ ამას რისთვის კიდე სხვა არის, მაგრამ რატომ იმიტომ რომ ისინი ხედავდნენ ყველაზე სერიოზულ კონკურენტს, როგორც ქართული ოცნება
ისე ის ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიცია. და ეხლა მე გეკითხებით, აი ჩვენ ვართ არაადეკვატურები საკუთარი თავის შეფასებაში და მოგველანდა აქციებზე 100,000 ადამიანი და ხმა მივიღეთ 60,000. 100,000 რო გამოყავს აქციაზე და 60,000 მიიღებ. 40,000 მოგველანდა ეთყობა რა. აი დაუშვათ. მაგრამ ასევე არაადეკვატურები იყვნენ ქართული ოცნება, ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო, რომ ისტერიკამდე მიდიოდნენ პატრიოტთა ალიანსის ხსენებაზე. რას აღარ გვაბრალებდნენ, ხო? ხო, ეს 8 მილიონის თემა რატომ მოკვდა ერთ კვირაში? ხო, აი საწავიდა ეს 8 მილიონი. და არაერთი სხვა კიდე. ესე იგი თან რაზე მეცინება იცით რომ რაღაცა პარატინა ქაღალდის სხვა შეიძლება დათომ თქვა თან რომ მალე ინტერნეტი დაგიჭერენო ხო და რაღაცა პარატინა ქაღალდა როცა ისეთ სერიოზულ თემებზეა ლაპარაკი როგორც არის საქართველოს ინტერესები ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა დავით გარეჯი ის ყველაფერი შეთითხნილია და პოლიტპატრონები არა აი ეს თან ვინ აკეთებს ამას ვინც დაუზოგავად ხო რა კლავდა აუპატიურებდა ნუ რაღაც საშინელ ჩადიოდა საქართველოში. იცი რა არის ნინო, ჩვენ ამ თემებზე ძალიან ხშირად გვისაუბრია ადრეც წლების განმავლობაში, ახლა ვსაუბრობთ, იმიტომ რომ თემა არ არის მოხსნელი, ხო? მაგრამ მეორე საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი. ვინც კლავდა, აუპატიურებდა, ატერორებდა, აყაჩაღებდა და ასე შემდეგ. იმაზე უკეთესია ის მდუმარე მასა, ვინც ამას ეთანხმებოდა? არა თანამონაწილეობა ეს არ თანამონაწილეობა უბრალოდ ეხლა იცი რა არის ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ რომ მაგალითად ყოველი მესამე ან მეოთხე ადამიანი მხარს უჭერს სადესტურ ხელისუფლებას ამიტომ არ გვჯერა ჩვენ იმ მარტო ოცნებას კი არ ვედავებით ჩვენ მოდი ესე ვთქვათ მე მოლაპარაკების პროცესში ჩართული არა ვარ და შემიძლია უფრო თავისუფლად ვილაპარაკო პირადად ჩემი აზრით ხო მაგრამ ახლა დაუკვირდით მართლა რა ერთი პარტიის გარდა არავინ არ არის კმაყოფილი. ეს უნდა აი ძალიან ცდილიყავი, ძალიან ბევრი დიდი ძალისხმევა და დაგეხარჯა იმისთვის, რომ ეს ვითარება მიგეღო. და საერთოდ ასეთი манипуляციები ისჯება სწორედ ამგვარად. როცა უკვე ისე ხლართავ ყველაფერს, თელ პროცესს ისე ხლართავ, რომ შენ თვითონ იხლართები მე ამ ყველაფერში. ხო და იცი რა არის მეც უკვე იმდენად გავღიზიანდა სხვათა შორის ეხლა რომ აი რომ მეკითხებოდე რომ აი ეხლა რას აპირებთ აი ნაცები ნუ მაშინ მოვიდნენ იმიტომ იცი რა არის სანამ ესენი ერთად ერთმანეთს არ შეჭამენ და ორივე ერთად არ წავა ქართული პოლიტიკიდან ნუ არაფერი არ გამოდის და ისე ნახე ჩვენი იმედი აქვს ისე ოცნებას რომ ჩვენ ამას მე აქ ხა პატრიოტთა ალიანსს კი არ გულისხმობ მხოლოდ ქართველის იმედი აქვს რომელსაც არ დაავიწყდება არასოდეს ის შეურაცხყოფა და ამას არ დაუშვებს და იქნება ამაშია პრობლემა და იქნებ ნუღა ექნება ჩვენი იმედი და გაუმკლავდეს თითო და თავად გაუმკლავდეს აბა ნინო აბა როგორ უნდა გაუმკლავდეს მოდი ვთქვათ მაშინ ასეთი რაღაც არსებობს ყოველთვის ადამიანების ერთი ნაწილი რომელიც იმდენად ვერ ეგუება უსამართლობას რომ შიშიც სიკვდილის შიშიც კი ვერ აჩერებს მას ხო ნამდვილად აი არის ასე მოვიდა კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს რომ პატრიოტთა ალიანსი ვიდრე გაფორმდებოდა როგორც პარტია პოლიტიკური ძალა ხო მანამდე იყო წინააღმდეგობის სამოქალაქო აქტივისტები რომელიც არ შეეპოვა იმას რომ ის წევრებს იჭერდნენ აწამებდნენ ხომ ციხეში ამყოფეს წლების განმავლობაში არ ეპოვებოდნენ იმას რომ პირდაპირ სიცოცხლის საფრთხე იდგა ხო და გვახსოვს ჩვენ ქუჩაში ძალიან წყნარად ხდებოდა ლიკვიდაცია არასასურველი ადამიანების ეხლა ის გვაქვს ჩვენ გამოვლილი მეტნაკლებად ვიღაცას ბევრად მეტად ვიღაცას ნაკლებად მაგრამ ის გამოვიარეთ ხო და ეხლა ამ წუთში იმით შეშინება რომ ნაცები მოვლენ ჯერ ისე ვერსადაც ვერ მოვლენ და მათ კარგად იციან მაგრამ ჭირდებათ ყოველთვის როგორც ყავარჯენი როგორც ყავარჯენი ისე ჭირდებათ ეს ნაციონალური მოძრაობა ნაციონალური მოძრაობა თავის მხრივ ცდილობს რომ იქნება და აი ეს ყავარჯენი სათავისოდ გამოიყენოს რა და მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ მაშინ რა გარდა სტრუქტურებში ჩაბუდებული ლატენტური ნაცებისა და არალატენტური ნაცებისა შეხედეთ ქართული ოცნების სიას გადახედეთ. ეხლა ის უმრავლესობა რომელიც ასე ვთქვათ ეფემერული და ისეთი ილუზორული უმრავლესობა რომელიც სინამდვილეში არ არის უმრავლესობა არ არის 50% და მეტი ხო? შიგნით რამდენი ნაციონალი ყავთ?
ნაციონალური მოძრაობიდან. ეხლა როგორ ფიქრობთ, ბიზნა ივანიშვილი თუ ახერხებს სხვა პარტიიდან ვიღაცების მიმხრობას ქართულ ოცნებაში, სააკაშვილს ფული აკლია ამაზე, ლეგალურად არ აქვს მილიარდები, თორე ცოტა კი არის. დავინახეთ კიდე, ხო, როგორი მეტამორფოზები მოხდა. თუ კრიტიკული ვითარება შეიქმნა, რომ ისე უკან გადაიბიროს ვიღაცები, გარდაყოფილი ნაცებისა, ოცნებაშიც აღმოჩნდება. ანდა რა, გადასარევ ძალიან ბევრი დღესაც კარგად. ვიცით, ისე რომ აი ილუსტრაცია მოხდა სრული, მაგრამ არ მინდა მაინც ის Skype-ით შემოსული შეკითხვა დავტო უყურადღებოთ. რატო არავინ არ ლაპარაკობს? მაგათ ტაქტიკა არის როგორი? ხლა აგიხსნით ძალიან მარტივად. რაც არ უნდათ, იმას აიგნორებენ. არ იმჩნევენ პასუხს არ აძლევენ რა. რა დიდი ლაპარაკია, ათეულობით მილიონი მოიპარა უგულავამ, ათეულობით მილიონი მოიპარა ბოკერიამ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. არსებობს სასამართლო განაჩენიც ერთ შემთხვევაში. მეორეზე არ დააყენეს, იმიტომ რომ ეთყობა თვლიდნენ, რომ ასე უფრო ადვილად სამართავი იქნებოდა. ეპიზოდურად რო ახსენდებათ ხოლმე ეს, რომ აი პოლიტპატიმრები არიან და დაიჭირეს, იმიტომ რომ არჩევნებია და რაღაცა და ბოკერია რატო არ დაიჭირეს, როცა ათეულობით მილიონს ედავებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობის დროს, ხო, უკვალოდ გამქრალ ფულს. ის ამაზე რატო არ ამბობენ, რომ მიიყვანონ ბოლომდე გამოძიება, აბა გამოარ ხო, რა თქმა უნდა, თავის თავზე ხო არ ეტყვიან, აბა რომ ფული მოიპარეს და ასე. მოიგონებენ, მაგრამ ვიღაცის სახს სულ მახსენდება ცხონებული შევარდნაძეს 2003 წელს რუსთავი 2 გახკიოდა, რომ შევარდნაძე წავიდა უკვე გერმანიაში, იმიტომ რომ გერმანიაში ბადენ-ბადენში აქვს ვილა და ამიტომ მიდის სასწრაფოდ საქართველოს ტოვებს. არ დაუტოვებია შევარდნაძე. და მე გაირკვა, რომ საერთოდ სულ სხვა პიროვნების იყო ის ვილა, რომლის სურათებსაც აჩვენე. ესენი არიან პოლიტიკური აფერისტები. მინდა გაიხსენოს ყველამ სააკაშვილი მთავრობის ხდომაზე რომ ფოტოებს აფრიალებდა, რომ აი ეს არის თქვენი მაღალჩინოსნების კორუმპირებულების სახლები და მე ნახე თქვიო ისე და მე რომ გამოვიდა ეხა ჟურნალისტი დაინტერესდა რომ იქნება არა ყავს ეს უბრალოდ ფოტოებიაო მაგათი სახლების კი არ არის აფერისტები არიან გამიგეთ და ეს აფერა ერთხელ ორჯერ სამჯერ გაუვიდა და გონიათ რომ სულ მოიტანს კოკაწყალს და არ მოიტანს ნამდვილად და მე იცი რა არის აი ესეც არის ნახე რაღაცა სათავგადასავლო საყურებელი და აი ამ განწარებულ ადამიანებს უამრავი პრობლემით ახსულ ოჯახებს აი ამითი ამას აყურებელი ისე ცხოვრობს ამას ესაუბრა თავისი იმებით დაიწყო რა საინტერესო იქნება რა მაშინ ძალიან ცოტა დრო რჩება და ნატო რაღაცა გამოიკვეთა სიტუაციები შეიცვალა ყარაბაღმა რუსეთმა სიტუაციების შეცვალა და ესეთ კეთილგანწყობა ნატოს მხრიდან. რა არის ეს ჩვენთვის შარია პოლიტიკური თუ ეს არის სერიოზული ნაბიჯების გადადგმა თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და კარგად ცხოვრებისკენ. ისე რა არის, ნინო ძალიან სიმპტომატურია, რომ ნატოს უფრო მეტი ნატოს შემოსვლაზე საქართველოში ყოველთვის ლაპარაკობენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ხა მაგალითად ბენ ხოჯესი, რომელიც ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი იყო, გადამდგარია და მას შეუძლია ეს მისი კერძო ან საექსპერტო აზრია, რომელსაც ის გამოთქვამს. ეს არ არის ნატოს შეხედულება. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა ორი აზრი არ არის იმაზე, რომ რუსეთმა სერიოზულად გაიუმჯობესა ვითარება ისარგებლა ყარაბაღის კონფლიქტით. ფაქტობრივად აზერბაიჯანმა ნაწილობრივ მაინც, მაგრამ დიდწილად დაიბრუნა ტერიტორიები. თურქეთის ჩართვა არ მოხდა და ამას რუსეთი არც დაუშვებდა, იმიტომ რომ თურქეთის გაძლიერება რეგიონში მას ხელს არ აძლევს და რუსეთის ასეთი გაძლიერების ფონზე და კვალობაზე, რა თქმა უნდა, ნატოს მართებს მეტი ყურადღება საქართველოს მიმართ. ამას გეუბნებით მე, რომელიც საერთოდ არ ვარ ნატო ენთუზიასტი და არ მიმაჩნია, რომ ნატო რამით დაეხმარება საქართველოს. მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, რეაგირების რეჟიმი და სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები ნატოს ხელიდან კი არა, თუ გინდა კატოს ხელიდან იყოს და თუ გინდა იმისი, ვისი ხელიდანაც გინდა, ოღონდ საქართველოს ტერიტორია გამთლიანდეს.
მაგრამ მე ვერ ხედავ პოლიტიკურ პერსპექტივას აი ამ აქტიურობის შედეგად. თუ და აი ეს ვითარება და ნატოს გააქტიურება არის თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა, ხა შეიძლება თუ და ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ინტერესებისთვის რუსეთთან ვაჭრობის რაღაცა საშუალება თუ ამას არასოდეს ეს ხელისუფლება ამ მხრივ არ გამოიყენებს. ჯერ ერთი ღმერთმა დამიფაროს, რომ მე ასე მქონდეს ჩაქნეული საქართველოს ინტერესებზე და თუ გინდ იმ ხელისუფლებაზეც, რომელთანაც ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს და კრიტიკას არ ვიშურებ, ხო? რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფალი ეს ისეთი საკითხია, აი დაუკვირდით რატო აიტაცეს დავით გარეჯის თემა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მგრძნობიარე თემა საქართველოსთვის, ხო? არჩევნების წინ. ასევე არ შეიძლება ისინი არ ხვდებოდნენ, რომ თვითმკვლელობის ტოლფასია დღეს ისეთი იდეების გაჟღერება, რაც კიდევ უფრო გვაშორებს აფხაზებსა და ოსებს. მაგრამ მე ვერ ხედავ ნატოში იმ მზადყოფნას, ნატოს უამრავი პრობლემა, მაგრამ შეერთებულ შტატებში კიდე არ არის გარკვეული ვინ არის არჩეული პრეზიდენტი. მიდის კიდევ დავა და არის მოსალოდნელი სხვაგვარი განვითარება. იმდენი პრობლემა აქვს, რომ ისინი ახლა ყველაფერს მოწყდებიან და რუსეთთან ვაჭრობას გააჩაღებენ, რომ ისინი არა, ჩვენ არა, მე არა, მე სხვა რაღაცა ვკითხოთ, დაუშვათ მათი აქტიურობა, ხო, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში გადაწყვეტილი არაფერი არ არის, პომპეო ჩამოვიდა ეხლა რაღაცის გამო ჩამოვიდა, ხო? ახლა პოლიტიკური თავშესაფარი ხო არ მოითხოვა მართლა არა? ხო, ეს ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე რატო იყო ჩამოსული და როგორ, მაგრამ ეს ვითარება, რომელიც ახლა შეიქმნა რეგიონში, ხომ საქართველოს ხელისუფლებას არ აძლევს ამ წუთში რაღაცა გადამწყვეტი ნაბიჯი. ამ წუთში არა, იმიტომ რომ ნატოს მეშვეობით არ ხდება, ნატომ არ დაუბრუნა ახლა მეტი გამჭვირვალეთ, როგორ გითხრათ, ნატოს არ დაუბრუნებია აზერბაიჯანისთვის მისი ტერიტორიები, ხო? ტერიტორიების დაბრუნებაზე. და რუსეთის მიმართ ახლა დაუბრუნდეთ იგივე თემას. როგორც კითხავ, რომ რუსეთთან დიალოგით უნდა მოგრო, შენ ხარ რუსეთუმე და რუსულ საქმეს ვინც აკეთებს, ისინი ვითომ ამიტომ ამას თავს დააღწევს ხელისუფლება. სწორედ ეს კითხვა დაგეკითხა. ეს ხელისუფლება ამ კონფიგურაციით, ამ მდგომარეობით თავს ვერ დააღწევს. აი ეს არის ჩვენი პრობლემა და ეს ჩვენი პრობლემა კი არა, ჩემი და შენი დაუშვათ ამ პატრიოტთა ალიანსის. ეს არის საქართველოს რეალურად სამშობლოს და ჩვენი პრობლემების პრობლემაა, ხო? მოგვარების პრობლემაა, თორე თუნდაც ის აი ნახეთ, თქვი რომ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, ამას ამბობენ ამერიკელები, სხვათა შორის ისეთი ტელევიზიებიც კი, რომლებიც ცოტა ხნის წინ CNN-ი დაიწყო ლაპარაკი უკვე ჩვენ ტელევიზიას რატო ესე ჩვენები აი მოგტებით ციცილეთ ნუ ახლა ეს ყოფილი პირველი ლედი ყოფილი პრეზიდენტი აი ეს მომავალი პირველი აი ესეც ხომ ნახეთ რა არის ყველა ტელევიზიას მეტნაკლებად ხო ჩვენ ხვდებით ვისი აზრია ხო ესე იგი მე რასაც ლაპარაკობ რამე ძალიან რო ეწინააღმდეგებოდეს პატრიოტთა ალიანსის სულისკვეთებას და რატომაც ვარ მე ამ ტელევიზიაში მე არა ვარ პარტიის წევრი მაგრამ ეს რაღაც არის რაღაცა ფასეულობები რაც საერთო გვაქვს ხო და ეს გვაერთიანებს არა იმიტომ ვარ გულშემატკივარი ესე არის ეს ტელევიზიებიც ხო დავხვდებით ნანა თავისუფალი პრესა და ტელევიზია არა ესე არ არიან აბა როგორ არის ეგენ აი ახლა ერთი წამით თეორიულად დაუშვირო გადაეკეტათ ყველანაირი დაფინანსების წყარო ხო დასარდება ეს ყველაფერი ნახე რაც არავი აი პატრიოტულად და კონსერვატიულად განწყობილ ადამიანებში ეს მომენტი არ არსებობს ჩვენ სამშობლო გვიყვარს უფასოდ ანაზღაურების გარეშე აი მაგათ რომ დაუკეტო ის უზარმაზარი თანხები რასაც ისინი იღებენ ამ პროპაგანდაში რა მაშინ ვნახავ რომ მთელი ეს მათი პოზიცია ჩამოიჭრა ესეც მათი ფასეულობაა ნანა ნუ ხო რა ვქნა ხა ეს მათი არჩევანია რა ხო არის ესე რა ანუ ნახეთ ყველა ტელევიზია რაღაცა ისეთ ამბობს აქედან გამომდინარე რას მე როცა ვხედავ იმ არხებზე ვიცით რომ ეს არის ოცნების არხები ნუ ასე ჯერ თუ ყველაზე ბრიტანეთს და მერკელს დაასწრეს და მაკრონს ხო მილოცვა და მე ხვდებით ახლა ეს ნარატივები და ისევე სხვა არხებზე ხო მთელი საქართველო მე მგონი ჩვენს გარდა წინასწარ უკვე გადაწყვეტა ამერიკელებმა არ იციან რომ ამათ იციან რომ ბაიდენმა გაიმარჯვა და დამთავრებულია ხო რა თქმა უნდა ეს შეცვლის პროცესებს მაგრამ აი ესე წინასწარ რატო იყენებენ თავს ესე თუ ხერხულ მდგომარეობაში და ბაიდენ პირიქით იყოს როგორც შენ გინდა გიყვარს თქმა ეს არის მათი არჩევანი და ხან უშეუშლით ხელს რა უყოთ საქმეში კი არა საქმეში მე არ მავიწყდება ეს ამბავი ელგორისა და უმცროსი ბუშის არჩევნების საკითხი. მთელი ეს პროცედურები კიდე გასავლელია. ჩვენი კითხვა ვიდარდოთ თორე
ამერიკელები მიხედავენ ჩვენი კეთო რომ მედარდება, იმიტომ ამაზე მეცილად არის. თუნდაც ის გონია რომ ბაიდენის გულშემატკივრობით საქართველოს რაიმეს არ გული უნდა დაუწყვეტო, გული უნდა დაუწყვეტო, ეს ასე არ ხდება. პირიქით და ერთადერთი თუნდაც ტრამპის გამარჯვებით რაღაცა სხვა სიტუაცია შეიქმნება სოფლიოში ისევ ღირებულებებთან დაკავშირებით რომ გლობალიზმი ცოტა მაინც ჩაცხრება ხო და რაღაცა წინააღმდეგობა გაეწევა ამ საშინო გლობალიზმს თორე ისე ხა რა ტრამპი 4 წელი ხო არის უკვე პრეზიდენტი მაგრამ საქართველოში ოფიციალურად ერთადერთი რაც აი იმ არანაირად ქართული ისა რა ქვია ფსოთხედელობის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუწყდათ ხო დაფინანსება და ეს მაინც მოხდება ყველაზე კარგ ვარიანტში თუ ტრამპი გაიმარჯვებს საქართველოსთვის თუ არა და ძალიან სერიოზული იმების წინაშე ვდგება ტრყევების წინ გახდება თუ არა ბაიდენი პრეზიდენტი გახდება თუ არა ტრამპი პრეზიდენტი ჩვენ საქართველოს უნდა იმოქმედოს თავისი დღის წესრიგით თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და ამის ინსტრუმენტარიუმი არსებობს. უბრალოდ მას გამოყენება უნდა და როცა დამოკიდებულება გითხრათ, ნუ რა ვქნათ ახლა ესე გითხრათ. საბჭოთა დროს არ მახსოვს მე ესეთი დამოკიდებულება კაცო. რას ქვია ეგრე გითხრეს და გამოვიდა იმდენი ხალხი მე არ ვიცი როდის იყო კიდე გამოსული მხედველობაში მაქვს ენის ამბავი ხო 14 აპრილი 78 ხო და ეს თუ შენ თავიდანვე ხარ შემგუებლურად განწყობილი სულ ერთია რუსი გეждდება კისერზე თურქი ამერიკელი თუ ფრანგი სპარსელი ამერიკელი თუ ფრანგი სულ ერთი თავარი კისერზე არ გვაჭდეს ხო არა ძალიან ისეთი საკითხებია რომ მაინც პრინციპში ყველაფერი იქითკენ მიდის ნახოთ თითქოს ესეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველა ელოდება საქართველოში ეს ხელისუფლებას ოპოზიციას ის ვითომ ოპოზიცია ელოდება რაღაც ამ სიტუაციას და ნახოთ როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი და ვის სასარგებლოდ სიკეთის და სინათლის სასარგებლოდ თუ სიბნელის და გლობალიზაციის სასარგებლოდ მადლობ ნანა და რაღაც ერთ ორ კვირაში ისევ გელოდები იმიტომ რომ სასაუბრო გვექნება დროებით და მე ცოტა ხანში უკვე მორიგ სტუმართან ერთად დავბრუნდები